მოგესალმებით, მე ვარ ლაშა ხიზანიშვილი, ტაროლოგი, ეზოთერიკოსი, ვალენტინა ბარბაქაძის ტარო აკადემიის კურსდამთავრებული და დღეიდან უკვე ამ აკადემიის წევრი და კურატორი, სტუდენტთა კურატორი. ეს ვიდეო იქნება მათთვის, ვინც დაინტერესებული არის ეზოთერიკით და ტაროლოგიით. მე მოგიყვებით ჩემს გზას, როგორ შემოვედი ტაროლოგიაში, როგორ ვისწავლე და რა მომცა ქალბატონი ვალენტინა ბარბაქაძის აკადემიამ ამ გზაზე. რა ცოდნა მომცა, როგორ მომცა, რა სისტემით, აი უფრო ვისაუბრებ მრავალმხრივად. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ვალენტინა ბარბაქაძეს იმ უზარმაზარი ცოდნისთვის, რაც მომცა, იმ ტრანსფორმაციისთვის, რომელიც გამატარა პიროვნულად, დამეხმარა ძალიან ბევრი საკითხის დამუშავებაში, იმიტომ რომ ეს კურსი არა მხოლოდ ვთქვათ ინფორმაციულად არის მდიდარი და ტაროლოგიის თვალსაზრისით ვთქვათ აკადემიურად ხარისხიანი, არამედ ეს არის რეალურად ტრანსფორმაციული კურსი თავისი შინაარსით. ანუ აქ ადამიანი ამ კურსის გავლისას გადის ისეთ პროცესებს, რომ სრულიად სხვა ადამიანად იბადება. შეიძლება ტაროლოგების ენაზე ვთქვა, რომ მე-13 ენერგიას გადის, დიდ ტრანსფორმაციას. და მართლაც ცხოვრებაც იცვლება. ეს ბუნებრივად ხდება, იმიტომ რომ იცვლება ჩვენი აზროვნება, ჩვენი შეხედულებები, მიდგომები საკითხებისადმი და შესაბამისად ჩვენი ცხოვრებაც, რა თქმა უნდა, პოზიტიური მიმართულებით ნელ-ნელა იწყებს ცვლილებას და ეს უკვე შესამჩნევი ხდება როგორც ჩვენთვის, ტაროლოგებისთვის, ვინც ამ კურსს გავდივართ, ისე გარშემო მყოფებისთვის. ახლა მინდა ვისაუბრო იმ ტექნიკურ საკითხებზე, როგორ დავიწყე სწავლა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე ტაროლოგიით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული, ზოგადად ეზოთერიკით, ადრე რა თქმა უნდა საერთოდ არც ვიცოდი ტარო რა იყო, მაგრამ მე ნელ-ნელა წავიდა ისეთი პროცესები, რომ დამჭირდა ამ მეცნიერებასთან შეხება, ესე ვთქვათ და იმდენად დამაინტერესა, ძალიან დავინტერესდი აი ამ ენერგიებით. პროცესების განვითარებით, როგორ გვაჩვენებს ტაროს დასტა და არკანები ინფორმაციას, საიდან მოდის ეს ინფორმაცია, როგორ იღებს ტაროლოგი და როგორ გადასცემს, რისი მეშვეობით, როგორ ხდება ინფორმაციის გატარება. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და თავიდან, როდესაც სწავლა დავიწყე, მე მინდოდა მხოლოდ ჩემთვის, რომ ცოდნოდა ჩემთვის, მაქსიმუმ ჩემი ახლობლებისთვის და გამომეყენებინა, ვთქვათ, ჩემი სიტუაციების ამოსახსნელად და წარმატების მისაღწევად, რომ დამხმარებოდა ტარო როგორც ინსტრუმენტი ჩემთვის შედარებით გაურკვეველი და გადაუწყვეტელი საკითხების გადაწყვეტაში. მე სწავლა რომ დავიწყე, მაშინ ვფიქრობდი, რომ რამდენად შევძლებ გადახდას, შემიძლია თუ არა, რომ საფასური დავფარო სრულად, ან ხომ არ გამიჭირდება. ეს შიშები მქონდა, ბუნებრივი ადამიანური შიშები, რომ არ გამიჭირდეს, ვთქვათ, ამ გადასახადის გადახდა, რაც კურსზე არის. პირველ რიგში ის უნდა ვთქვა, რომ კურსის საფასური რაც არის, იმაზე ალბათ 10 ჯერ და 20 ჯერ უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ და ბევრად უფრო დიდ ენერგიას დებს თავად ქალბატონი ვალენტინა ამ კურსში. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ არ გადავიდე სხვადასხვა თემებზე, როგორ გადავიხადე გადასახადი. აქ გადასახადის გადახდა, ტექნიკურ საკითხებზე, რა თქმა უნდა, დამხმარე ჯგუფს დაელაპარაკებით, როგორ ხდება, მაგრამ მე, როდესაც დავიწყე სწავლა, სხვათა შორის ძალიან სწრაფად ავითვისე ეს კურსი და ტაროლოგია ავითვისე საკმაოდ სწრაფად, რა თქმა უნდა, ქალბატონი ვალენტინას დახმარებით და იქ მხოლოდ ქალბატონი ვალენტინა არ იყო, სხვაებიც, ვთქვათ, აკადემიის წევრები, აკადემიური პერსონალი, ესე ვთქვათ, რომელიც ძალიან გვეხმარებოდა ყოველ ნაბიჯზე, რომ თუ ჩვენ რაიმე დაბრკოლება გქონდა, თუ ვთქვათ, რაღაცა გაუგებარი იყო, ამის გარკვევაში ძალიან კარგად გვეხმარებოდნენ. ფინანსური თვალსაზრისითაც აბსოლუტური ხელშეწყობა არის კურსზე, ანუ აქ არავის თითქმის კი არა და არავის არ უჭირს იმ გადასახადის გადახდა, რომელიც არის. პირველ რიგში, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ კურსის დაწყება, იმით გაიგებთ, რომ მე, როდესაც მქონდა დაბადების დღე, მაჩუქეს რაღაც რაოდენობით ფული და მე დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ მე უნდა ვისწავლო ტაროლოგია. რა თქმა უნდა, არჩევანი ქალბატონ ვალენტინა ბარბაქაძეზე შევაჩერე, იმიტომ რომ ბევრი არც მიფიქრია ამაზე, სიმართლე რომ გითხრათ. მისი გაშლები იმდენად ინფორმაციული იყო და თანაც YouTube-ზე ედო გაკვეთილი მოკლე, რომელიც მე ვნახე და სრულიად განსხვავებულ სისტემას გვთავაზობდა ტაროს აღქმის და შესწავლის. აქ არ არის დაშტამპული მნიშვნელობები ტაროს არკანების. აქ არის სისტემა, რომელიც გვაჩვენებს, როგორ
გრადუალურად თანდათან ვითარდება ადამიანის ცხოვრებაში მოვლენები. როგორ გზას გადის ადამიანი და აი იმდენად ზუსტად იყო აღწერილი ტაროს არკანების მიხედვით, როგორ ხდება ეს მოვლენები, რომ მე ადამიანი, როდესაც იწყებს სწავლას, ხვდები, რომ შენც გაქვს გამოვლილი ეს გზა, რასაც თვითონ ტაროს არკანები გვიყვებიან და იმდენად მარტივი ხდება აღქმა და შესწავლა ამ სისტემის, აქ არავინ არაფერს არ იზეპირებს. არანაირი დაზეპირება არ ხდება ჩვენთან აკადემიაში. სწავლება მიდის ისე, რომ ადამიანი ლოგიკურად თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე შეისწავლის იმ ენერგიებს, რომელიც დევს ტაროს დასტაში და ტაროს 78 არკანში. თანხის გადახდას რაც შეეხება, მე როგორ დავფარე, სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი. იმდენად მარტივად დავფარე. ალბათ იმიტომ, რომ ეს ჩემი პირადი დანიშნულება იყო და რომ შემოვედი აქ სასწავლად, თავიდან მქონდა რაღაც ეჭვები, არ ვიცი, გადავიხდი, ვერ გადავიხდი, შევძლებ, ვერ შევძლებ, მქონდა ეს მომენტები, მაგრამ დამიჯერეთ მე, როდესაც დავამთავრე პირველი კურსი, 3 კურსად არის დაყოფილი ზოგადად ეს კურსი. პირველი კურსი, როდესაც დავამთავრე და საფუძვლები შევისწავლე, მაშინვე დავიწყე მუშაობა. რა თქმა უნდა, ქალბატონი ვალენტინას ნებართვით. მან დამრთონება, რომ უკვე შემეძლო მემუშავა. როგორც კი დავიწყე მუშაობა, ჩემთან წამოვიდა იმდენი ადამიანი, რომლის დახმარებაც მე საბედნიეროდ შევძელი, რომ საერთოდ ფინანსური პრობლემები რაც მქონდა, თქვათ, თუნდაც ის გადასახადის გადახდა, ისე დავფარე, რომ ვერ გავიგე, მართლა გეუბნებით, მე ეხლაც გაკვირვებული ვარ მაგას რომ ვიხსენებ, აი ის თანხა, რომელიც გადასახდელია, თითქოს სამყარომ ხელი გამომიწოდა და მომცა ფული. ისეთი მარტივად დავფარე, მე თვითონაც მიკვირდა, მეუბნებოდა ქალბატონი ვალენტინა, რომ შენ ამის არ შეგეშინდეს. აიღე კურსები და ნახავ ფული როგორ მოვა. მართლაც აი საოცრად სასწაულებრივად მოვიდა ეს ფული. იმდენი კონსულტაცია ჩავატარე, რომ ჯერ ხო ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე, რაც პრიორიტეტია პირველ რიგში, მაგრამ ყველაფერი არის ენერგიის გაცვლა და შესაბამისად შემოვიდა ფულიც, ხო, ფინანსური ნაკადები. საერთოდ არც მახსოვს, როგორ დავფარე, არანაირი სირთულე ამ გზაზე მე არ შემხვედრია. ახლა რაც შეეხება სწავლების პროცესს. სწავლების პროცესი მიმდინარეობს 3 კურსად, დაყოფილი არის 3 კურსად და დაახლოებით 7 თვე ნახევარი არის კურსის ხანგრძლივობა. იმდენად ინფორმაციული და საინტერესოა და რატომ? ტაროლოგია შეგვიძლია ვთქვათ, ვიღაცებს წიგნიდანაც აქვთ ნასწავლი, წაკითხულიც აქვთ, საკუთარი ინტერპრეტაციებიც იციან და შლიან კიდეც, მაგრამ აი აქ არის სრულიად სხვა სისტემა. აქ არის აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა. როგორც გითხარით, ისწავლება სრულიად განსხვავებულად მეორედან მეათე ენერგიამდე. არ მინდა ხა ძალიან დეტალებში შევიდე და იმდენად რეზონირებს ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება ტაროს ენერგიებთან, რომ აი ძალიან მარტივი ხდება აღქმა, როგორ ისწავლება და როგორ უნდა ვისწავლოთ. აქ არავის არ ექნება პრობლემა იმაზე, რომ აი მე ვერ ვსწავლობ, გაშლებს ვერ ვკითხულობ, ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ აქ ისეთი ინტენსიური სწავლება მიდის ჯგუფებში. ქალბატონი ვალენტინა ისე აქტიურად არის ჩართული და რა თქმა უნდა ჩვენც კურატორებიც იმდენად გეხმარებით, რომ აქ აი მინიმალური დაბრკოლებაც კი თუ შეგხვდათ წაკითხვის დროს, მაგალითად გააკეთეთ გაშლა და წაკითხვას ვერ აღიქვამთ ისე როგორც საჭიროა. ჩვენ მაშინვე ვერთვებით საქმეში, შეიძლება ითქვას, რომ 24/7-ზე მართლა არ გვეზარება არავის, ჩართული ვართ საქმეში და მაშინვე გეხმარებით და ნუ იხსნება ეგრევე ის პრობლემა რა და ჩვენი კურსდამთავრებულები ისე კითხულობენ გაშლებს, იგრძნობა განსხვავებული სისტემა. ანუ ეს არის სრულიად განსხვავებული სისტემა. თანაც აქ არის გაშლები ამ სისტემაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ სისტემაში შეგხვდებათ და ეს არის გაშლები, რომელიც გადაეცემა მასწავლებლიდან მოსწავლეზე და სხვაგან უბრალოდ ვერ ისწავლით. ვერც ერთ წიგნში, ვერც ერთ რესურსში ამას ვერ ნახავთ. ეს არის ისეთი გაშლები, რომელიც აგებული არის კონკრეტულ სფეროებზე, კონკრეტული შეკითხვებით და იძლევა უზუსტეს 100%-იან პასუხებს და ნუ ეს ვინც ჩემთან ყოფილ ხართ კონსულტაციაზე, კი იცით როგორ მუშაობს და რამხელა სიზუსტით იძლევა ინფორმაციას. კურსი არის დატვირთული საინფორმაციო ნაკადით, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოდის და აქ აღნიშნოთ ახლა როგორ ხდება გაკვეთილების ჩატარება. გაკვეთილები მოგეწოდებათ წვდომა გაკვეთილებზე და თქვენთვის მოსახერხებელ დროს, როცა გინდათ, მაშინ ჩართავთ და მოусმენთ. ეს ძალიან მოხერხებული სისტემაა, ჩართავთ, მოусმენთ, თქვათ რაღაცა დაგავიწყდათ. ისევ ნებისმიერ დროს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გექნებათ წვდომა ამ გაკვეთილზე, შეგიძლიათ ჩართოთ და მოусმინოთ და ახლიდან გაიაროთ.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ სწავლების პროცესში, თქვენ როდესაც კურსს ამთავრებთ 7 თვის შემდეგ, 7.5 თვის შემდეგ, წვდომა გრჩებათ ამ გაკვეთილებზე. რაღაცა პერიოდის მანძილზე, საკმაოდ დიდი დროის მანძილზე, რომ თქვენ მაგალითად მუშაობის პროცესში, გაშლების დროს თუ რაღაცაში თქვათ შეგეპარებათ ეჭვი, რომ ეს ხო არ დამავიწყდა, ახლიდან ხო არ გავიმეორო, ახლიდან ხომ არ ვისწავლო თუნდაც, ხო? ჩართავთ და ჩვეულებრივად სრულიად ახლიდან მოусმენთ ამ გაკვეთილებს. ძალიან კომფორტული სისტემაა, ძალიან კომფორტული. არანაირად თქვათ გადატვირთული მუშაობა აქ არ მოგიწევთ, პირიქით ქალბატონ ვალენტინას ისე აქვს შემუშავებული ეს სისტემა, რომ თქვენ მაქსიმალურად მოგეცეთ დრო იმისათვის, რომ თითოეული ენერგია შეიგრძნოთ. თითოეული ენერგია თქვენს გამოცდილებას მოარგოთ და აღიქათ თავისუფლად, რომ შემდგომ გაშლებში ინფორმაცია წამოვიდეს როგორც წყლის ნაკადი. მართლა ნაკადულივით მოდის ინფორმაცია, როდესაც გაშლას ვიწყებთ. აქ არის სხვადასხვა მედიტაციები, რომელიც რა თქმა უნდა გვეხმარება და აუცილებელი არის სწავლების პროცესში და შემდგომ მუშაობის დროსაც. როდესაც ჩვენ ვალენტინა ბარბაქაძის სტუდენტები ვიღებთ ხელში დასტას და ვიწყებთ გაშლას, ინფორმაცია მოდის თავისით. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ნასწავლი გვაქვს ძალიან დახვეწილი, დამუშავებული, სტუდენტებზე მორგებული და ენერგიების ადამიანის გამოცდილებაზე მორგებული სისტემით, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თითოეული არკანი შევიგრძნოთ. მაგალითად, ავიღოთ ხა კლასიკური დასტა და ამოვიღოთ რომელიმე არკანი. ეს არკანი. ჩვენ ამის ახლა არ დავიწყებ ამის მნიშვნელობაზე საუბარს, ეს არის თასების ცხრიანი. უბრალოდ ამ სისტემაში ეს სულ სხვანაირად ისწავლება. აქ იმხელა სიღრმედებს მე შემიძლია ეს არკანი ამოვიღო და რამდენიმე საათი ვილაპარაკო ამაზე. იმიტომ რომ ჩვენ აქ არ თქვათ მხოლოდ ნახატებს ვუყურებთ, არამედ აქ ჩვენ ვიცით რა ენერგიაა, მეცხრე ენერგია, მასთან რა ურთიერთკავშირში არის სხვა არკანები, რა სიღრმე აქვს, სად შეგვიძლია შევიდეთ, რომ ამოვიღოთ ინფორმაცია. აქ ჩვენ მხოლოდ იმას კი არ ვუყურებთ, რომ აქ კაცი ზის და აქ 900 უდევს, არამედ აქ არის ძალიან ღრმა, უღრმესი ინფორმაცია, საიდანაც მოდის ნაკადულივით მართლა ის ენერგოინფორმაციული ნაკადი, რომელიც თქვათ გვჭირდება ტაროს წაკითხვისას. თანაც ამ სისტემაში ყველაზე მაგარი ის არის, რომ როდესაც ვისწავლით კლასიკას, შემდგომ ისე გვაქვს ნასწავლი, რომ ენერგიები ისე საფუძვლიანად და გლობალურად გვაქვს ნასწავლი, რომ ნებისმიერი დასტა, რომელიც თქვათ რაიდერ ვაიტის სისტემაზე არის აგებული, შეგვიძლია ავიღოთ და წავიკითხოთ თავისუფლად. არანაირი ახლიდან სწავლა არ დაგჭირდებათ. ნახეთ, ეს სულ სხვანაირი დასტა, ეს სულ სხვა, მაგრამ ნებისმიერს ავიღებ და წავიკითხავ, იმიტომ რომ აქ არის ძალიან საფუძვლიანი, გლობალური და როგორც გითხარით, ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მორგებული და აგებული სისტემა, რომელიც უშუალოდ გვიყვება ადამიანი რა განვითარებას გადის თითოეულ სფეროში, თითოეულ მოვლენაზე. რა კრიზისები შეიძლება შეხვდეს ახლიდან დასაწყისიდან დასასრულამდე გზა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტად ეგ, რომ აქ ისწავლება სრულიად განსხვავებული სიღრმე. ხშირად ჩვენ გაშლებში ქალბატონი ვალენტინას სტუდენტები ვამბობთ, რომ აქ არის მაგალითად მე-5 ჯვარი, არის მე-10 ჯვარი. ამაში ჩვენ იმხელა ინფორმაციას ვინახავთ ამ ჯვარში. ეს რა თქმა უნდა აქ სალაპარაკო თემა არ არის, ამას ისწავლით უკვე, როდესაც მოხვალთ ჩვენთან აკადემიაში. ჯვარი გვაძლევს ძალიან ღრმა ინფორმაციას, აქ არის უზარმაზარი ინფორმაცია, იმიტომ შეგვიძლია დავიდოთ ერთი არკანი და ვისაუბროთ დაუსრულებლად რამდენიმე საათი. არ მინდა ხა თავი შეგაწყინოთ ასეთი ტექნიკური საკითხებით, ესე ვთქვათ. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, რომ მომისმინეთ და დაინტერესდით ამ თემით და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ვალენტინას, რომ მე მომცა და საერთოდ თავის სტუდენტებს აძლევს უზარმაზარ საშუალებას მიიღონ ის საკრალური ინფორმაცია, რომელიც ასე მარტივად ხელმისაწვდომი არ არის, თანაც იმ ხარისხში, როგორშიც ის აძლევს თავის სტუდენტებს. მინდა გისურვოთ წარმატებები, ბედნიერება და საინტერესო გზა ჩვენთან ერთად ტაროს შესწავლისა.